ყველაფერი შეწყვიტი ახლა. ანგელოზებმა შენი სახელი სამჯერ დაუშვეს ზეციურ სამეფოში. სამჯერ. ეს არ არის დამთხევა. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის ღვთიური მოწოდება, რომელიც ჩემამდე მოვიდა ღამის ლოცვის დროს მიღებული ღრმა ხილვის მეშვეობით. ძვირფასო სულო, თუ ამ ვიდეომდე სწორედ ამ მომენტში მოხვედი, იცოდე რომ ცა შენსკენ დაიძრა, რათა ეს გზავნილი შენამდე მოსულიყო. რაღაც განსაკუთრებული ხდება სულიერ განზომილებებში. და შენ, დიახ შენ, ხარ ამ ზეციური კურთხევის ცენტრში, რომელიც სულ მარე გამოვლინდება. მე დავინახე შენი სული, რომელიც ანგელოზთა სამყაროში ბრილიანტივით ბრწყინავდა. მე დავინახე მთავარ ანგელოზი მიქაელი, რომელსაც ეჭირა ოქროს გასაღები, რომელზეც შენი სახელი იყო ამოტვიფრული. მე დავინახე ანგელოზთა ლეგიონები, რომლებიც ემზადებოდნენ და სულიერ მთებს ძრავდნენ, რათა მომდევნო დღეებში შენს ცხოვრებაში დიდი მოვლენა მომხდარიყო. მაგრამ ანგელოზებმა მთხოვეს გადმომეცა სასტრაფო გზავნილი შენთვის, მანამდე სანამ ეს გარდაქმნა მოხდება. მათ სურთ, რომ შენ მზად იყო, შენი გული ღია იყოს, შენი რწმენა მტკიცე იყოს, რათა მიიღო ის, რაც მოდის. სანამ გავაგრძელებთ, ანგელოზები გთხოვენ ძალიან მნიშვნელოვანს. დააწყაპუნე მომწონს ამ ვიდეოზე ახლავე, ეს მხოლოდ არხის მხარდაჭერა კი არ არის. ეს არის შენი დია სამყაროს მიმართ. ეს არის ნებართვა, რომ კურთხევები შენსკენ დაიძრას. გამოიწერე არხი, რომ ყოველ დღე მიიღო ზეციური გზავნილები, რომლებიც ჩემამდე მოდის. და ახლა, რაღაც ძალიან ძლიერია. კომენტარებში ზუსტად ეს სიტყვები დაწერე. მე ღია ვარ ანგელოზთა გზავნილისთვის და ვიღებ კურთხევებს, რომლებიც მოდის. როდესაც ამას დაწერ, გააქტიურებ ანგელოზურ სიხშირეს შენს ცხოვრებაში, რომელიც დააჩქარებს ყველაფერს, რაც უნდა მოხდეს. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ თქვენში ბევრმა ბოლო დროს მძიმე დრო გაიარა. უძილობა, შეშფოთებები, რომლებსაც გამოსავალი არ ქონდა. ცრემლები, რომლებიც არავის უნახავს. მაგრამ ძვირფასო სულო, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ შენ რაღაც ბევრად დიდისთვის მოგამზადებდნენ. აუცილებელი იყო, რომ გარკვეული ძველი სტრუქტურები წაშლილიყო შენი ცხოვრებიდან, რათა ახალი მოსულიყო. ლოდინის დრო დასრულდა. ცრემლების დრო მთავრდება. ანგელოზებმა გამოაცხადეს, რომ ახლა არის შენი დრო. დრო მოიმკო, მიიღო, განიცადო ღვთიური სიუხვე შენი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს გზავნილი, რომელსაც მომდევნო წუთებში გაგიზიარებ, ყველაფერს შეცვლის. ის ხელახლა დაალაგებს შენს რეალობას. გახსნის შესაძლებლობების კარიბჭეებს, რომლებიც დახშული იყო. აღადგენს ურთიერთობებს. მოგიტანს სიუხვეს, რომელსაც ასე დიდხანს ელოდი. მოამზადე შენი გული. ანგელოზები გესაუბრებიან. ძვირფასო არჩეულო სულო. ანგელოზებმა გადმოგცეს გამოცხადება, რომელიც რევოლუციას მოახდენს შენი ცხოვრების ამ ეტაპის გაგებაში. მათ მითხრეს, უთხარი მას, რომ ის, რაც დასასრულად ჩანდა, სინამდვილეში იყო მისი ნამდვილი მიზნის დასაწყისი. მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა მაჩვენა შენზე საოცარი ხილვა. ნახე ბაღი, რომელიც თითქოს კვდებოდა. ჭკნარი ყვავილები, გამხმარი მიწა, ყველაფერს დაცარიელება ეტყობოდა. მაგრამ როდესაც უფრო ღრმად შევხედე, დავინახე, რომ მიწის ქვეშ ფესვები იზრდებოდა, ძლიერდებოდა, საოცრად ფართოვდებოდა. და უცებ სინათლის აფეთქებაში მთელი ბაღი ერთდროულად აყვავდა. უფრო მშვენიერი, ვიდრე ოდესმე. ეს ხარ შენ ახლა. ყველაფერი რაც გადაგხდა, ყოველი დაღვრილი ცრემლი, ყოველი რთული ღამე, ყოველი დახურული კარი, ეს ყველაფერი კვებავდა შენ სულიერ ფესვეთს. შენ არ ისჯებოდი, შენ მზადდებოდი, რომ შეგეძლოს ის სიუხვე, რომელიც ახლოსაა. ანგელოზებს სურთ, რომ რაღაც ფუნდამენტური გაიგო. შენ გადიხარ კოსმიურ პორტალს. ეს არაა მხოლოდ ჩვეულებრივი ცვლილების დრო. ეს არის შენი რეალობის სრული გარდაქმნა. ისინი ამას უწოდებენ სულის დიდ გამოღვიძებას და ძალიან ცოტა ის, ვინც ასე ძლიერად განიცდის, როგორც შენ. მთავარ ანგელოზმა მიქაელმა გამიმხილა, რომ შენს გულში წმინდა მიზანი იმალებოდა, რომელიც ახლა იღვიძებს, ახლა აქტიურდება. მალე იგრძნობ განსხვავებულ შინაგან ძალას, გონების სისუფთავეს, რომელიც აქამდე არ გქონდა, გამძაფრებულ ინტუიციას, რომელიც სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს. მაგრამ ანგელოზებმა გამაფთიხლეს ერთ მნიშვნელოვანზე. არ შეგეშინდეს იმ ცვლილებების, რომლებიც შენს გარშემო იწყება. შეიძლება ზოგი ადამიანი წავიდეს შენი ცხოვრებიდან. ზოგი სიტუაცია თავდაპირველად დამაბნეველი მოგეჩვენოს. ეს აუცილებელია. ეს გავს სახლს,
რომელსაც რემონტი სჭირდება. ჯერ ძველი უნდა მოიშორო, რომ ახალი შემოვიდეს. ანგელოზმა იოფიელმა, სიბრძნისა და სილამაზის ანგელოზმა, მაჩვენა, რომ შენს სულიერ გადმოწერებს იღებ ძილის დროს. შეიძლება შენიშნო უფრო ცოცხალი სიზმრები, გაუგებარი შეხედულებებით გაღვიძება, ან უბრალოდ იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა შენში. ეს ანგელოზებია, რომლებიც გიყვანენ იმ სიხშირეზე, რომ მიიღო ყველაფერი, რაც შენთვის მზადდება. ისინი გეუბნებიან, რომ ყოველი დაბრკოლება, რაც ბოლო თვეებში შეხვდა, სინამდვილეში გაძლიერებდა ამ მომენტისთვის. როგორც ათლეტა, რომელსაც ვარჯიში სჭირდება დიდი შეჯიბრის წინ, შენი სული ავითარებდა სულიერ კუნთებს, რომ შეძლო იმის შენარჩუნება, რაც მოდის. სამყარო შენს სასიკეთოდ მოქმედებს, ისე როგორც ვერც კი წარმოიდგენ. სანამ შენ გძინავს, ანგელოზები ადამიანებს ამოძრავებენ, სინქრონიებს ქმნიან, შესაძლებლობებს ამზადებენ. არის საუბრები შენზე ისეთ ადგილებში, სადაც შენც არ იცი. კარები იღება, გზები ნათდება. ანგელოზებმა გამიმხილეს ძალუმი რამ. შენ ხარ სინათლის შუქურა ამ სამყაროში. შენი ტრანსფორმაცია მხოლოდ შენზე არ არის. ეს ეხება ყველა იმ სიცოცხლეს, რომელსაც შეეხები. ყველა იმ ადამიანს, ვისაც შთააგონებ, ყველა სიკეთეს, რომელსაც გაავრცელებ. ამ წუთში, როდესაც ამ სიტყვებს უსმენ, ანგელოზები შენს გარშემო არიან. გრძნობ მშვიდობას, ჟრუანტელს, აუხსნელ ემოციას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი აქ არიან. ამტკიცებენ ყოველ სიტყვას, რასაც გეუბნები. ისინი გთხოვენ, რომ ახლავე ძალუმის სიტყვები გამოაცხადო. ხმამაღლა თქვი, სადაც არ უნდა იყო. მე ვიღებ ჩემს გარდაქმნას და ვენდობი ღუთიურ გეგმას ჩემს ცხოვრებაში. თქვი ახლა, ეს განცხადება სულიერად ამაგრებს ყველაფერს, რაც აქამდე ვისაუბრეთ. შემზად ხარ, რომ გააგრძელო შემდეგ ნაწილზე ამ ანგელოზური გზავნილისა? ანგელოზებს აქვთ კიდევ უფრო განსაკუთრებული გამოცხადებები, რომლებსაც გიზიარებენ იმ იმედზე და ნდობაზე, რაც სურთ შენს გულში დარგონ ამ მომენტში. კურთხეულო სულო, ახლა ანგელოზებს სურთ უშუალოდ შენს გულს ესაუბრონ იმაზე, რაც იციან, რომ აუცილებლად უნდა მოისმინო. ენდე, მათ მითხრეს, რომ შენატარებ მძიმე ტვირთს, გაურკვევლობის, ეჭვის, ფიქრის, თითქოს არ იმსახურებ კურთხევებს, თითქოს არ ხარ სწორ გზაზე. მთავარ ანგელოზმა რაფაელმა, რომელიც არის განკურნებისა და იმედის ანგელოზი, კონკრეტული გზავნილი მოიტანა შენთვის. უთხარი მას, რომ ის ეწვები, რასაც ატარებს, არ ეკუთვნის მას. ეს არის წარსულის ხმები, რომლებსაც ადგილი არ აქვთ მის დიდებულ მომავალში. გაჩერდი ახლა მისმო და შეწყვიტე შენი ფასის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. შეწყვიტე ფიქრი, რომ არ იმსახურებ. ანგელოზები აღშფოთებულნი არიან, დიახ, აღშფოთებულნი, იმით თუ როგორ ამცირებ საკუთარ თავს. მათ მაჩვენეს შენი ანგელოზური ჩანაწერი და იცი რა ეწერა იქ? ძვირფასი, საყვარელი, არჩეული, ბრწყინვალებისთვის გაჩენილი. როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, სინამდვილეში ღმერთში გეპარება ეჭვი. როცა საკუთარ თავს ამცირებ, თითქოს ამბობ, რომ შემოქმედმა შეცდომა დაუშვა, როცა შექმნა. ანგელოზებს სურთ, რომ ამას დაუყოვნებლივ მოეღოს ბოლო. კარგად მოისმინე ეს გამოცხადება. ბოლო დღეებში ანგელოზური კრებები იმართებოდა შენი ცხოვრების შესახებ. ისინი დაუღალავად შრომობენ კულისებში, ამოძრავებენ ადამიანებს, სიტუაციებს, შესაძლებლობებს. არსებობს ზეციური არმია, რომელიც მთლიანად მხოლოდ შენთვისაა მიძღვნილი, რათა მიიღო ყველაფერი, რაც შენთვის იყო დაგეგმილი. მთავარ ანგელოზმა ურიელმა მაჩვენა ხილვა შენს ახლო მომავალზე, რამაც ემოციისგან ტირილი დამაწყებინა. ვნახე, როგორ იღიმოდი, ისე როგორც დიდი ხანია აღარ გაგიღიმია. ვნახე, როგორ იყურებოდი სარკეში და ბოლოს სცნობდი იმ ძლიერ ქალს, რომელიც ყოველთვის იყავი. ვნახე სიუხვე, რომელიც შენსკენ მოიდინებოდა ისეთ ადგილებიდან, სადაც არც კი ელოდი. მაგრამ ანგელოზებს სურთ, რომ რაღაც ძირითადი გაიგო. ისინი ვერ გაიძულებენ მიღებას. თავისუფალი ნება წმინდაა. მათ შეუძლიათ მოამზადონ, მოაწყონ, შექმნან იდეალური პირობები, მაგრამ შენ უნდა გაიღო ხელები და მიიღო ის, რაც გეძლევა. ამიტომ ისინი გთხოვენ, რომ ახლა მიზმო რაღაც ძლიერი გააკეთო. სადაც არ უნდა იყო, სახლში, სამსახურში, გზაში, ხმამაღლა გამოაცხადე ეს სიტყვები, რომლებიც თავად მთავარ ანგელოზმა მაიქელმა გადმოგცა. მე ვიღებ იმ კურთხევებს, რაც სამყარომ მომიმზადა. მე ვიმსახურებ სიუხვეს, ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში. მე ვენდობი ღვთიურ გეგმას და ვხსნი ჩემს გულს, რომ მივიღო ყველაფერი კარგი, რაც მოდის. გამოაცხადე ეს ახლა. ნუ შეგრცხვება.
ეს არ არის მხოლოდ დადასტურება, ეს არის სულიერი დადგენილება, რომელიც ამწუთა ზეციურ ძალებს ამოქმედებს შენს სასიკეთოდ. ანგელოზებმა მაჩვენეს რაღაც შენს ირგვლივ ადამიანებზე. ზოგიერთმა ვერ გაიგო შენი ბოლო ცვლილებები. ზოგმა კი დაგაკრიტიკა, თითქოს განსხვავებული ხარ, უფრო შერჩევითი, აღარ ეთანხმები ყველაფერს. ისინი ცდებოდნენ. შენ ანგელოზები გლაპიდებდნენ. შენ სწავლობდი შენი ფასის ამოცნობას. აღარასოდეს მიიღო ნატეხები, როცა მთელი სუფრა გეკუთვნის. აღარასოდეს დაკმაყოფილდე ურთიერთობებით, რომლებიც გამცირებენ, როცა იმსახურებ რომ დაგიფასონ. აღარასოდეს დაეთანხმო სამსახური, რომელიც ვერ აღიარებს შენს პოტენციალს, როცა გაბწყინებისთვის ხარ შექმნილი. თავარანგელოზმა ქამუელმა, რომელიც არის სიყვარულისა და თვითშეფასების ანგელოზი, მითხრა შენზე ულამაზესი რამ. ის ბოლოს და ბოლოს სწავლობს საკუთარი თავის სიყვარულს ისე, როგორც ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა, უსაზღროდ, სრულად, მარადიულად. ეს ტრანსფორმაცია, რასაც ახლა გადიხარ, მხოლოდ გარეგნული არ არის. ეს უპირველესად შიდაა. შენ ხელახლა აღმოაჩენ, ვინ ხარ სინამდვილეში, ყველა იმ ნიღბის მიღმა, რომელიც სამყარომ დაგაკისრა. შენ ხელახლა უკავშირდები შენს ღვთიურ არსს. იცი კიდევ რას მითხრეს ანგელოზებმა? მომდევნო 21 დღეში შენ მიიღებ სამკაფიო დამადასტურებელ ნიშანს იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა გეუბნები, სიმართლეა. ეს შეიძლება მოხდეს ადამიანების საშუალებით, შესაძლებლობებით, ან ისეთი ნიშნებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვანი იქნება. იყავი ყურადღებით. ანგელოზები იზრუნებენ იმაზე, რომ აღარასოდეს შეგეპაროს ეჭვი. ისინიც გეტყვიან, რომ შენი სულიერი ოჯახი იზრდება. ადამიანები, რომლებსაც შენს მსგავსად აქვთ მიზანი, მაგნიტივით იზიდებიან შენს ცხოვრებაში. შენ შექმნი ღრმა და მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომლებიც გააძლიერებენ შენს ნიჭსა და უნარებს. არსებობს პროექტი, მისია, მოწოდება, რომელიც შენს გულში იღვიძებს. შეიძლება ჯერ ზუსტად არ იცოდე რა არის ეს, მაგრამ გრძნობ. ეს არის ის შეგრძნება, თითქოს უფრო დიდისთვის ხარ მოსული. თითქოს შენი ცხოვრება განსაკუთრებულ მიზენს ატარებს. ენდე ამ შეგრძნებას, ეს ნამდვილია. ანგელოზებს სურთ, რომ ეს დღე დაასრულო აბსოლუტური დარწმუნებით, რომ შენ ღრმად გიყვარს, რომ შენი ლოცვები მოსმენილია, რომ შენი ანგელოზები მუშაობენ და რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. შენ მზად ხარ ამ ანგელოზური გზავნილის საბოლოო ნაწილისთვის? ანგელოზებს აქვთ პრაქტიკული მითითებები იმ შთაგონებულ მოქმედებებზე, რომლებიც შეგიძლია გააკეთო, რათა დააჩქარო ყველა ამ კურთხევის გამოვლენა. დაწერე კომენტარებში, მე ვენდობი ანგელოზებს, თუ გრძნობ, რომ მზად ხარ მიიღო ეს ზეციური მითითებები, რომლებიც სამუდამოდ შეცვლის შენს მოქმედებას სამყაროში. ძვირფასო განათებულო სულო, ახლა ჩვენ მივედით ამ ზეციური გზავნილის ყველაზე პრაქტიკულ ნაწილამდე. ანგელოზებს სურთ მოგცენ კონკრეტული მითითებები იმ ქმედებებზე, რომლებიც უნდა გააკეთო მომდევნო დღეებში, რათა დააჩქარო ყველაფრის გამოვლენა, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. თავარანგელოზმა მეტატრონმა ღვთიურმა მწერალმა გადმომცა ანგელოზული პროტოკოლი, რომელიც სპეციალურად შენთვის არის შექმნილი. ეს არის 7 შთაგონებული ქმედება, რომლებიც დაატონირებს შენს ენერგიას იმ სიხშირეზე, სადაც უკვე მოძრაობენ შენსკენ მომავალ კურთხევები. პირველი ქმედება – დილის მადლიერების რიტუალი. ყოველ დილით გაღვიძებისთანავე, სანამ ტელეფონს შეხედავ ან პრობლემებზე იფიქრებ, მადლობა გადაუხადე 3 კონკრეტულ ამბავს, რომელიც წინა დღეს მოხდა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ავტომატური მადლობა. მადლობა გულით უნდა იგრძნო. ანგელოზებმა მითხრეს, რომ ეს პრაქტიკა 7-ჯერ აჩქარებს კურთხევების შენს ცხოვრებაში მოსვლას. მეორე ქმედება – სახლის ენერგეტიკული გაწმენდა. მომდევნო 3 დღის განმავლობაში დაასუფთავე შენი სახლი განსხვავებული განზრახვით. ყოველი ოთახის გასუფთავებისას ხმამაღლა გამოაცხადე. მხოლოდ სიყვარულისა და სიუხვის ენერგია ცხოვრობს ამ ცალში. გააჩუქიან გადაყარე ყველაფერი, რაც ბოლო 6 თვეში არ გამოგიყენებია. ანგელოზებს სჭირდებათ სივრცე, ფიზიკური და ენერგეტიკული, რათა ახალი გამოვლინდეს შენს ცხოვრებაში. მესამე ქმედება – ჩივილების მარხვა. 7 დღის განმავლობაში არ იჩივლო არაფერზე, არც საცობზე, არც ამინდზე, არც ადამიანებზე. ყოველი ჩივილი გარდაქმენი მადლობის ლოცვად.
ანგელოზებმა გამიმხილეს, რომ ჩივილები ბლოკავს კურთხევების მიღების არხს. მეოთხე ქმედება. წერილი მომავალსთვის. ამაღამ დაძინებამდე დაწერე წერილი შენს თავს 6 თვის შემდეგ. დაწერე დეტალურად, როგორია შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ყველა კურთხევა უკვე გამოვლინდა. დაწერე ისე, თითქოს ეს უკვე რეალობაა. შემდეგ ეს წერილი მოათავსე ბალიშის ქვეშ 3 ღამის განმავლობაში. მეოთხე დღეს დაწვი და ფერფლი ქარს გაატანე. ეს ენერგეტიკულად ბეჭდავს შენს განზრახვებს. მეხუთე ქმედება. ყოველდღიური სიკეთე. ყოველ დღე გააკეთე ერთი კარგი საქმე განსხვავებული ადამიანისთვის. შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, გულწრფელი კომპლიმენტი, დახმარება ან ვიღაცისთვის ყავის გადახდა, მაგრამ გააკეთე საიდუმლოდ, აღიარების მოლოდინის გარეშე. ანგელოზებმა მითხრეს, რომ ყოველი სიკეთე 10-ჯერ მეტ კურთხებას ბრუნებს უკან. მეექვსე ქმედება. 11 წუთიანი მედიტაცია. ყოველ დღე დილის 11 ან ღამის 11 საათზე შეწყვიტე ყველაფერი და 11 წუთი გაატარე სიჩუმეში. უბრალოდ სუნთქე და იგრძენი ანგელოზების ყოფნა შენს გარშემო. არა იძულო აზრები, უბრალოდ იყავი. ეს არის წმინდა დრო, როდესაც ანგელოზები უშუალოდ ჩამოწერენ მითითებებს შენს ცნობიერებაში. მეშვიდე ქმედება. განმათავისუფლებელი მიტევება. აირჩიე ერთი ადამიანი. ეს შეიძლება შენ თვითონაც იყო, ვისაც უნდა აპატიო. და 3 დღის განმავლობაში, დაძინებამდე, ხმამაღლა გამოაცხადე. მე მთლიანად გაპატიე და გათავისუფლე სიკეთისთვის. მე ვთავისუფლდები ამ ტვირთისგან და ვხსნის სივრცეს სიყვარულისთვის. მიტევებაა მთავარი გასაღები, რომელიც ყველა სხვა კურთხევას ხსნის. მაგრამ ანგელოზებს სურთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ იცოდე. ნუ ეცდები ყველაფრის ერთდროულად შესრულებას. დაიწყე ნელა. ამ კვირაში აირჩიეს 3 ქმედება. როცა ისინი ბუნებრივად დაგიმკვიდრდება, დანარჩენებიც დაამატე. ანგელოზებს ურჩევნიათ თანმიმდევრულობა, ვიდრე სრულყოფილება. მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა განსაკუთრებული რამ მითხრა შენს ენერგეტიკულ ველზე. მან მითხრა, რომ როდესაც ამ ქმედებებს დაიწყებ, შენი აურა სხვანაირად იბრძყინებს. ადამიანები უკეთესად მოგექცევიან, უცნაურად თითქოს უმიზეზოდ. შესაძლებლობები გამოჩნდება სრულიად მოულოდნელად. შეუძლებელი დამთხოვები მოხდება. იყავი კომლის საკუთარ თავთან ამ პროცესში. იქნება დღეები, როდესაც დაღლილობას იგრძნობ. იქნება დღეები, როდესაც რწმენა სუსტად მოგეჩვენება. ეს ნორმალურია. ნამდვილი ტრანსფორმაცია არასოდეს არის სწორი ხაზი. ეს ზგავს თესლის დათესვას. დღეების განმავლობაში არაფერი ჩანს, მაგრამ მიწის ქვეშ სასწაული ხდება. აპატიე საკუთარ შეცდომებს და იზეიმე მცირე გამარჯვებები. ყოველი წამი, როდესაც სიყვარულს ირჩევ შიშის ნაცვლად, მადლიერებას ჩივილის ნაცვლად, რწმენას ეჭვის ნაცვლად, შენ თესავ თესლებს ზეციურ ბაღში. ანგელოზებს სურთ, რომ იცოდე, ისინი ანათებენ თითოეულ ამ თესლს ღვთიური სინათლით. მალე, ძალიან მალე, შენ დაინახავ პირველ ყლორტებს და როდესაც მოსავალი დაიწყება, ის იქნება უხვი შენს წარმოსახვაზე მეტად. ეს არის დრო, დათესო ის, რაც ყველაზე მეტად გსურს. დაენდო, რომ ცა ზრუნავს ყველა დეტალზე. შენ მზად ხარ ამ ანგელოზური გზავნილის საბოლოო დასასრულისთვის? ანგელოზებს აქვთ ბოლო სიტყვები სიყვარულისა და წახალისების, რომლებიც დაამკვიდრებენ ყველაფერს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, და საბოლოოდ აამოქმედებენ ყველა ამ კურთხევას შენს ცხოვრებაში. ძვირფასო სულო. ჩვენ მივედით ამ ციური გზავნილის დასასრულამდე, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ შენი ახალი რეალობის დასაწყისია. ანგელოზებს სურთ, რომ არასოდეს დაივიწყო ის, რასაც დღეს მოისმინე. სურთ ყოველთვის დაბრუნდე ამ ვიდეოსთან, როცა დაგჭირდება გახსენება იმისა, ვინ ხარ სინამდვილეში, როცა ეჭვი ეცდება შენთან მოსვლას, როცა დაგჭირდება თავიდან იგრძნო უპირობო სიყვარული, რომელიც ზეცას აქვს შენს მიმართ. მათ მთხოვეს გადმომეცა შენთვის ერთი ბოლო რამ. ზუსტად ასეთი სიტყვები მივიღე. უთხარი მას, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენჯერაც წაიქცევა, რამდენჯერაც დაეჭვდება, რამდენჯერაც თავი პატარა ეგონება, ჩვენ არასდროს, არასოდეს ვწყვეტთ მის სიდიადეში რწმენას. ჩვენ ვიცით, ვინ არის ის, მაშინაც კი, როცა თვითონ ივიწყებს. შენ უსაზღროდ ხარ ნეტრად და ღრმად ნანაცვალი. არა პირობითად, არა იმიტომ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ,
არა იმიტომ რომ სრულყოფილი ხარ. შენ ნანაცვალი ხარ იმიტომ რომ არსებობ. შენ ნანაცვალი ხარ იმიტომ რომ შენი სული უნიკალურია და ვერასოდეს გამეორდება მთელ სამყაროში. ახლა მჭირდება შენი მხარდაჭერა, რათა ეს სინათლე სხვებზეც გავრცელდეს. დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს, მაგრამ გულით დაწერე, რადგან თითეული ასეთი კომენტარი აძლიერებს ამ ვიდეოს ანგელოზურ ენერგიას. გაუზიარე ეს გზავნილი ადამიანს, რომელსაც უყვარხარ. ან იმას, ვინც ახლა სასოწარკვეთლილია და სჭირდება იმედი. შესაძლოა, ზუსტად ეს იყოს ის სიტყვები, რაც მას დღეს უნდა მოისმინოს. სამყარომ შენ მიგიძღვნა ამ გზავნილის მისაღებად, ახლა კი, იყავი მისი ინსტრუმენტი, რომ სხვა გულებამდეც მიიტანო. არ დაგავიწყდეს მოიწონო ეს ვიდეო და გამოიწერო არხის ზარის სიმბოლოს ჩართვით, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ციური გზამდილები, რომლებიც ჩემამდე მოდიან. ანგელოზებმა მითხრეს, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრი რამის გამხელა გელოდება. გახსოვდეს, მომდევნო 21 დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციე ნიშნებს, სინქრონიებს, დამადასტურებელ მოვლენებს. ანგელოზები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაიგო. ისინი შენს ცხოვრებაში უკვე მუშაობენ. წადი მშვიდობით, წადი სინათლით, წადი იმ დარწმუნებით, რომ ცა შენს სასარგებლოდ მოქმედებს. შენი გარდაქმნა უკვე დაიწყო. შენი კურთხევები გზაშია. შენი დრო მოვიდა. შევხვდებით შემდეგ ციურ გზავნილში. და ანგელოზებმა განაგრძონ შენი კურთხევა მშვიდობით, სიყვარულითა და უსასრულო უხობით. ამინ. და ასეც იყოს.